ახლა კი ვისაუბროთ მრავალრიცხოვანი გარშემოწირულობის გამოყენებაზე, გამომდინარე იქედან, რომ წინა გაკვეთილში ვისაუბრეთ მრავალრიცხოვანი ფერის ჩაცმის გამოყენებაზე. თუმცა სანამ გაკვეთილზე გადავალთ, ტრადიციულად შეგახსენებთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი არხის განვითარებისთვის. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს უფრო მეტი საინტერესო სრულყოფილი ქართულენოვანი კურსი დავამატოთ ჩვენს არხზე. და თქვენთვის იყოს უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ჩვენი არხი. ახლა კი რაც შეეხება გაკვეთილს. შეკითხვა, რომელსაც ხშირად მისვამენ ილუსტრატორის შესწავლისას, როგორ დავამატოთ მრავალრიცხოვანი გარშემოწირულობები ობიექტს. ამის მრავალი საშუალება არსებობს. შეგვიძლია შევქმნათ ეფექტი, თუმცა შეგვიძლია ამის ნამდვილად გაკეთება. მოსებულ გაკვეთილში მე ნაბიჯ-ნაბიჯ გიჩვენებთ, როგორ დავამატოთ ერთზე მეტი გარშემოწირულობა ობიექტს. ეს საკმაოდ მარტივია. მცირე საიდუმლოს ცოდნით და პანელის appearance გამოყენებით თქვენ მიაღწევთ სასურველ შედეგს. დავწუნდეთ, რომ გამოტანილი გვაქვს პანელი appearance, თუ ეს პანელი არ გაქვთ გამოტანილი, გადადით მენიუში window და ჩართეთ appearance. ამის შემდეგ თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, ჩააყენეთ დოკში ან დატოვეთ ცალკე გამოტანილად. ამის შემდეგ ხელსაწყოთი select გამოყავით ობიექტი, რომელზედაც უნდა გამოიყენოთ გარშემოწირულობა. მოცემულ შემთხვევაში, ჩემს შემთხვევაში, ეს არის წრე ჩვენს გამოსახულებაში. ანუ მე ავიღებ select და გამოვყოფ წრეს. ხედავთ, წრე გამოიყო. აქ layer-ში თუ კი გადავალთ, დავინახავთ, რომ გამოყოფილია კონკრეტულად წრე. კეთილი, გამოვყოთ ეს წრე, ნახეთ ეს ფენებში. წრის გამოყოფის შემდეგ პანელი appearance გვატყობინებს, რომ ობიექტი ჯგუფის ნაწილია. თუ ახლა appearance-ში გადავალთ, grow არის, მაგრამ თუ კონკრეტულად იზოლაციაში გამოვყობ წრეს, ის მეუბნება, რომ არის ერთ-ერთი ჯგუფის ნაწილი. როგორც ხედავთ, აი ეს წრე მივიღეთ გამოყოფილად. კიდევ უფრო გამოვყოთ ესე, კონკრეტულად წრე, კიდევ ორჯერ დავაწყებებ და ხედავთ layer, crop, pass. და მეყოფები უკვე წრეში. პანელი ყოველთვის გვატყობინებს იმის შესახებ, თუ რა არის გამოყოფილი. უნდა გადავიდეთ იზოლაციის რეჟიმში, იმისათვის რომ მივწოდეთ ამ წრეს. მე კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, როგორ უნდა გადავიდეთ იზოლაციის რეჟიმში. ორმაგი წყაფით გამოვყოფ თვითონ ობიექტს. ან ერთსახოვანი წყაფითაც შეგვიძლია პრინციპში, მაპატიეთ. ამის შემდეგ ორმაგი წყაფით გადავდივარ იზოლაციაში და გამოვყოფ ამ ჯგუფს. ანუ აქ არის წრე, არ ასო და ფოთლები. ამის შემდეგ წრესთან მივიტან და კიდე ორმაგი წყაფით უშუალოდ წრეს გამოვყოფ და ვხედავთ, რომ აქ ჯგუფიდან გადმოვედი კონკრეტულად წრეზე. ანუ თავიდან ერთსახოვანი წყაფით გამოვყოფ ჯგუფს, შემდეგ ორმაგი წყაფით წრეს და მასთან შემოვალ ობიექტებს და კიდე ორმაგი წყაფით კონკრეტულად წრეს. და ესე შევალ მივახწევ წრესთან, მივწდები ამ წრეს. როგორც კი ფერის ჩასხმის ხელსაწყოების პანელზე, როგორც კი გააქტიურდება და შეიძლება ლურჯზე, გამოსახული იქნება წარწერა pass პანელზე. აქ ხედავთ pass და pass. აქ არის პანელზე გამოსახული კონკრეტულად pass. გამოყოფილი იქნება ის წრე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. გადავიდეთ პუნქტზე stroke, გავშალოთ მისი მენიუ და დავამატოთ გარშემოწირულობის ფერი. აქ stroke, გავშალოთ, ეს კონკრეტული ფერი და თქვათ ავიღოთ წითელი ფერი. რომ კარგად დავინახოთ, თორე ისე წითელი არ უხდება ნამდვილად. აქვე შეგვიძლია დავაყენოთ გარშემოწირულობის სასურველი ფერი. ამის შემდეგ მე მჭირდება კიდევ ერთი გარშემოწირულობის დამატება. დავაწყობთ პანელის ქვედა მარცხენა ღილაკზე add new stroke. ესეთი ბრძანება მექნება. აქ ხედავთ პლუსია, duplicate selected item, ან შემიძლია გადავიდე მენიუში და მივხვდითო add new stroke. და ჩვენ დავამატეთ კიდევ ერთი გარშემოწირულობა. ერთი stroke და მეორე stroke ხედავთ. ეს არის ახლად დამატებული stroke. მეორე. მე შემიძლია შევცვალო ახალი გარშემოწირულობის ფერი და სისქე. ამისათვის აი აქ ეხლა ავდგები, ავიღებ მაგალითად მწვანეს, ესე და სისქეს ოდნავ გავზრდი.
2 3 მაგალითად. ნუ დავამატე. თუმცა თითქოს წინა გარშემოწირულობა გაქრა. აი ეს წითელი. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ერთ პოზიციაზე იმყოფებიან გზაზე. აუცილებელია გარშემოწირულობის პოზიციის შეცვლა იმის გამოსაჩენად, რომ ისინი ორია. გადავიდეთ გარშემოწირულობის ბმულზე stroke, მასზე დაწყაპებით იხსნება პანელი stroke. ნუ აი აქ თუ კი დავაწყებებთ, ხედავთ პანელი stroke გაიხსნა. ხო? აი ეს პანელია. მწვანე, ასე ვთქვათ. გახსნილ დამატებით მენიუში, სექციაში stroke, ველში align stroke შეგვიძლია შევცვალოთ გარშემოწირულობის პოზიციის შეცვლა. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ align stroke, აი აქ და ნახეთ, თუ კი დავაწვევი align stroke to inside, შიგნით აღმოჩნდება წითელი, to outside, გარეთ აღმოჩნდება. მაგრამ ნუ ამისათვის მოდით ესეც 3 პეტე გავხადოთ და ეხა ოდნავ გავადით გამოსახულება რომ შევხედოთ. ანუ აი აქ თუ კი ავირჩიე outside, align stroke to outside, ეს ნიშნავს რომ წვანე გარედან უნდა იყოს. თუ ვეტყვი რომ inside, წვანე შიგნიდან უნდა იყოს. ხოლო თუ კი ვეტყვი რომ გზაზევე, ანუ ცენტრშივე უნდა იყოს, მაშინ გადაფარავენ ერთმანეთს. ნუ მოდით შიგნით დავამატოთ წვანე და აი ამის სისქე კიდე უფრო გავადიდოთ, თქვათ, რაღაც ესე. ხო, ნუ 7 ბევრია. 5 საკმარისი იქნება. აი ეს რაღაცა. ნუ ხედავთ, თითქმის 2 თანაბარი stroke მივიღეთ. ეხლა თუ კი დავაკვირდებით, აქ 3 პეტე წერია, აქ 5 და რეალურად უნდა იყოს ერთი და იგივე ალბათ დაგებადებათ კითხვა. და რატომ მოხდა ასე? იმიტომ რომ რეალურად ჩვენ აქ inside გვაქვს არჩეული, ხოლო თუ კი აქ stroke-ში ავირჩევთ outside-ს, ამ შემთხვევაში აქ დაგვჭირდება 3 პეტე. ანუ იგივე. თუ კი პირველს შეუცვალეთ პოზიცია, მეორესაც უნდა შეუცვალოთ პოზიცია, რომ არ მოხდეს ისე, რომ ეს მწვანე მაინც გადამჯდარი გამოდიოდეს წითელზე. აი ესეთი დაყენება უნდა განვახორციელოთ. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი რაოდენობის გარშემოწირულობა, იმისაც რომ გამოვიდეთ იზოლაციის რეჟიმიდან, ორჯერ დავაწყაპოთ თავის მარცხენა ღილაკით სამუშაო არეზე, ნუ ამისთვის დავაპატარავებ ახლა, ოდნავ გადმოვწევ. აი აქ ორჯერ დავაწყაპებ და ხედავთ რომ გამოვედით იზოლაციის რეჟიმიდან. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოიწონოთ ვიდეო თუ კი მოგეწონათ გაკვეთილი.